მოგესალმებით. საზოგადოების და უფრო კონკრეტულად ბატონი ბიძინას მაღალი ინტერესიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ პროკურატურის სპეციალურ ბრიფინგს. ამ წლის 7 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დავაკავეთ რამდენიმე პირი. ესენი არიან აბ, გდ, ევ, ზთ, იქ, ლმ, ν და სხვები. ჩვენ დავაკავეთ ერთი საქართველოს მოქალაქე ას, ერთი რუსეთის მოქალაქე ბქ, სენეგალის მოქალაქე ადგქ და ბრაზილიის მოქალაქე ზბშდგყ ცძწ პელე. აგრეთვე ოპერატიული საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ სახელმწიფო დამხობის მიზნით დაკავებულია დამატებით 22 პირი. ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მამკოდის ტყეში აღმოაჩინეთ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები, ვაზნები, ტყვიამფრქვევი, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ნოტების რვეული, რომელმაც პაატა ბურჭულაძის კვალზე გაგვიყვანა. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ თბილისის შემოგარენში კერძოდ ზემო ფონიჭალის ცოტა ზემოთ ტრიალბინდორში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოაჩინეთ დიდი ოდენობით ნავთობი, რომლის რეალიზაციის შედეგადაც ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიცია. ასევე მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი დაკავებული მეამბოხის ვიდეო მტკიცებულება, სადაც ის აღიარებს ჩადენილ დალაშაულს. გთხოვთ გავუშვათ ვიდეო. მოგესალმებით, მე მქვია დღ და მე ვაღიარებ, რომ სახელმწიფოს გადატრიალების მიზნით პირადად დამიკავშირდნენ ნაციონალური მოძრაობის პარტიიდან. მჭირდება ბოევიკიო. მე ვუთხარი, რომ ვიცი დივერსია, ვიცი შეტევა, ვიცი დამხობა, ვიცი ბუნტი, მე პროფესიონალი ბოევიკი ვარ. ვაღიარებ, რომ თანამოაზრეებთან ერთად გეგმავდი საქართველოს ხელისუფლების დამხობას რევოლუციური გზით. ჩვენ ვაპირებდით დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქებას თბილისის ყველაზე შემაღლებულ ადგილას, ღამის საათებში, რათა ხელისუფლების დამხობა უფრო ლამაზი და სანახაობრივი გაგვეხება. მინდა ვთქვა, რომ წავკისის ასასვლელში, ნაძვის ძირში, ქონდა ატომური იარაღი ჩამარხული. და 4 ოქტომბერს ვაპირებდი მთელი ქალაქის აოხრებას. გეგმა სისხლში იმიტომ ვერ მოვიყვანე, რომ ვეღარ ვიპოვე სად დამარხე. რადგან დამარხვისას ცოტა ნასვამი ვიყავი. დიდი მადლობა, ეს გახდა ჩვენს მიერ დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელმაც როგორც მოისმინეთ, ყველაფერი აღიარა. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში.